მამა პრედატორი ჩათვლის, რომ მისი შვილი სუსტია, ამიტომ მის მეორე შვილს აიძულებს, რომ მისი ძმა მოკლას. მისი ძმა გადაიფიქრებს მის მკვლელობას და ისე იზამს, რომ ეს სუსტი შვილი გაიქცეს სხვა პლანეტაზე და იმ პლანეტაზე დაამტკიცოს, რომ ის ღირსეული და ძლიერია და ამისთვის მან უნდა მოკლას ამ პლანეტის ყველაზე დიდი და რთულად მოსაკლავი არსება. ეს არის ფილმი Predator Badlands-ი, რომელიც მშვენიერი ფილმია, დენ ტრახტენბერგის გადაღებული, თამაშობს ადამიანებისგან ერთ-ერთი ორი სხვადასხვა ადამიანი თამაშობს მაგ ფილმში მხოლოდ და ერთ-ერთი არის ელ ფანინგი, რომელიც თამაშობს ორ პერსონაჟს. ძალიან საინტერესო ფილმია რა. Predator-ის ფრანშიზიდან სხვა ფილმებისგან რითი განსხვავდება ეს ფილმი? იმით, რომ ხო გვახსოვს ყველას Predator-ი, ხო პირველი მაგალითად შვარცნეგერია პირველში და ის არის თავარი გმირი და პირიქით Predator-ი, კაცებელი თვითონ ეს არსება არის ანტაგონისტი მტერი. მას ჩვენ ფილმის განმავლობაში ვხედავთ მხოლოდ როგორც მტაცებელს. და ამ ფილმში მთელი ფილმი არის მისი ხედვის წერტილი. მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ აი მის შინაგან კონფლიქტს, როგორ უნდა რომ დაამტკიცოს, რომ ის ღირსეული კაცია, ღირსეული ისა პრედატორია და როგორ უნდა მას რომ დაბრუნდეს თავის ტომში. დასაწყისი აქვს ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან კარგი ექშენ ფილმია. საყურებლად მშვენიერი დროის გასაყვანი ფილმი და არა მარტო დროის გასაყვანი, ისე კარგი ხარისხიანი ფილმია რა. რაც იშვიათია, მაგრამ დენ ტრახტენბერგი იშვიათად იღებს ცუდ ფილმებს რა. მის ფილმოგრაფია დიდარი არ არის, სულ 6 თუ 7 ფილმი აქვს, მაგრამ რაც აქვს, ყველაფერი ძალიან მაგარი აქვს რა.